იღავს თქვენი თვალსაჩინო მოგახსოვს. უკაცრავად ძებნაში რატო არ გამოცხადებული თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ? რომ მითხრათ ბატონო, ჯერ მიიღოს. არა, ჯერ თქვენ გამიცით პასუხი ან ძებნაში რატო გამომუცხადეთ? იღავს მე ვიცი თუ დაგიხმართ. ძებნაში რატო გამომაცხადეთ? ჩამოვახენ იგივეს იღავს. ძებნაში რატო გამომაცხადეთ? გამიცით პასუხი, ძებნაში რატო გამომაცხადეთ? ციხეში არ გსვავო? არ გსვავო ციხეში? იქ საფუთები რო ამოიღე ერთი ჩემი ძმისმა. საფუთები რო ამოიღე იქ რაღაცა ვერ წაიკითხე? რა, აბა რა უნდა წამეკითხე? არა, ვერაფერი ვერ წაიკითხე, ვერაფერი ვერ ნახე იქ რა ვარ, რა სტრუქტურაში მუშაობ? მართლა? თურმე ეხა დაინტერესდება ყველაფერი? კი ბატონო, გადავცემთ გამეროს. ტიპი უკვე ციხეში მსვავს და ეხა ინტერესდება. არა, ზოგადად ამბობენ ხოლმე ბატონო, სტრუქტურის თანამშრომლები. ხო, სტრუქტურის თანამშრომლებს მაშინ შეგვიძლია გამოგიყენოთ ეგ უფლება, რომ თქვა სტრუქტურის თანამშრომლები ვარ თუ არა, როდესაც თქვენი მხრიდან დარღვევები არის და გეუბნებით, რომ დარღვევები გაქვთ ძალიან დიდი და გიფიქსირებთ იმასაც, რომ შეგიძლიათ ნახოთ. გასაჩივრება ამას არ ჭირდება. ანუ ძებრაში მაცხადებ, რაზე ძებრაში არ დამაცხადებდე, მაკავებ იმ მიზეზით, რა მიზეზითაც არ უნდა მაკავებდე, მოყავარ იმ ადგილზე, სადაც არ უნდა მოყავდე. ანუ უკვე ძალიან ბევრი დაღუპება გაქვს პატივცემულად. რავი, პროკურორთან გინდა მაინდა-მაინც გასაუბრება. ანუ რა თქმა უნდა პროკურორთან გასაუბრება. პირდაპირ გაფრინდები. კი ბატონო, გავფრინდები პროკურორი არ გინდა გავფრინდები. კი ბატონო, გაფრინდებით, დიახ. დამერწმუნეთ რომ გაფრინდებით მოკოლებს. კი ბატონო, აი ციცილის მაილები, შემდეგ იქ დემორგანში 3 საათიან ხეხვაში შეგიძლიათ წეროთ. დემორგანი რა არის, რო ვიცოდე? გაფრენა თუ იცით, დემორგანის გესადინებოდათ პატივცემულად. გაფრენა ადამიანებს შინდება, მაგრამ ადამიანები დაფრინავენ თქვენი შეხედულებით? გამეობდეთ. კიდევ უნდა დაგელოდოთ? დიახ. ჯერ კიდევ ვერ ნახეთ ხო რა ორგანიზაციაში ვარ? თქვენ არ ვამოწევთ. ბატონო, გარეთ გავიდა ის. საბუთებსაც კი არ ამოწმეთ, ხო, მაგარი. ესე მოქალაქეებს უფლებას აძლევს. ერთი წამი ესე მოქალაქეებს უფლებას აძლევთ, რომ ციხის ტერიტორიაზე ესე მარტივად დიტაშლავონ, როგორც უნდა. 7 ხელი არ მაქვს მეგონი. რა მნიშვნელობა აქვს 7 ხელი აქვს თუ არა? თქვენ თუ ცალკე, ანუ თქვენ თუ იმის უფლება გაქვთ და იმის უფლება მოსილებას აძლევთ საკუთარ თავს, რომ მარტო მიპატრულიროთ, მარტო კაცი დაიჭიროთ, მარტო გადამოწმებები ჩაატაროთ, როდესაც პიროვნების შესახებ არაფერი არ იცით, მაგდენის უფლებას უნდა გქონდეთ, რომ ადამიანებს წესიურად მოვიწყოთ. ვიჩქარება ძალიან ფიზიკურია. უცებ გამიკეთე და წავალ, რომ მეტი არის არაფერი რა გიქონდა. თუ ორი გამოვა. დიდი ბოდიშია. ტრანსპორტის მაჟორიტარობის კანდიდატი კი უკრაინაში გეოგეოფთან კონკრეტულ ჩასახლებაში მცხოვრებს საფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვდა. ზურაბ აბაშიძე და თენგიზ ნასარიძე მათ საჭიროებებს გაეცნნენ და პროგრამების მოგვარების გზები განიხილეს. უნებრივი არის საკუთარი საკითხები, რომელიც კიდევ საჭიროებს ჩვენს ჩარევას, ჩვენს ჩართულობას, ვისმენთ მოსახლეობის. პირველად ნახე სვატის დანაყოფიდან მარტო რო პარტიული მაგარია. თუ იცით პატივცემულო რა ორგანიზაციაში იმყოფებთ? თქვენ? მე ვიცი. ანუ სვატის დანაყოფს რო მარტო პატრულირების უფლება არ აქვს თუ იცით? ან საერთოდ რა გევალებათ თუ იცით? ანუ სად გევალებათ თუ რა გევალებათ ეგ მაინც თუ იცით? რა რო სვატის თანამშრომელს არ შეუძლია მარტო პატრულირება, საერთოდ პოლიციას არ შეგიძლია მარტო პატრულირება. საწერია. საერთოდ პოლიციას არ შეგიძლია მარტო პატრულირება. საწერია, რა მითხარით? სად რა წერა მაგას უნდა ჩემო მეგობარო? ანუ მოგაფიქრა? არა, მოფიქრება არაფერ შუაში არ არის. უყურე, როდესაც მარტო პატრულირებ, ხო, იმ ქალაქში და იმ შტატში, სადაც არის გენოციდი, სადაც ხდება ადამიანების მარტივად მკვლელობა და ყველაფერი, თქვენ დგებით და მარტო პატრულირებთ. კანონი არ მიგზავნა. ანუ ესე ისა ხართ? როგორ აგიგზავთ? კანონი მაგ ყველაფერს გიკრძალოთ, ზუსტადაც რომ არ შეიძლება მარტო პატრულირება. არც დაწერია. დარწმუნებული ხარ, რომ არც დაწერია. ყველა წესი კარგად გადაგხედილი? კი ბატონო. თქვენი წესი ზეპირად იცით? შტატის ყველა წესი მაგ გადაკითხული. შტატის ყველა წესი გადაკითხული, სადაც გეუნებიან, რომ მარტო შეგიძლიათ თითარაშოთ ასე მანქანით გადაადგილდეთ, გადმოიყვანოს პიროვნებები მანქანებიდან, მხოლოდ ერთი პატრულირების პერიოდში, როდესაც მარტო პატრულირებთ და ეს თავისუფლად შეგიძლიათ ეს ბორკილები დაადოთ, წამოიყვანოთ ადამიანი ყოველგვარი გადამოწმების ადგილზე, ყოველგვარი შემოწმების და ყველაფრის გარეშე, ხო? სადაც პასპორტი იპოვეთ, იქ მაგას ვერ ნახავდით პატივცემულო. ანუ ერთ და იგივეს 7 ჯერ უნდა მატარებინებდეთ?